თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო Georgian Airways-მა. პირველი პირდაპირი რეისი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა. ზაფხულის სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტის ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ ყოველ 4 შაბათს და შაბათს შესრულდება. თბილისი-რომი თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ და სტუმრებმა ადგილზე მყოფ ეკიპაჟის წევრებს პილოტის მსოფლიო დღე მიულოცეს, რომელიც დღეს 26 აპრილს აღინიშნება. იტალია საქართველოსთვის ყოველთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას და სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა. დღეს ჩვენი ქვეყნების დედაქალაქები პირველი ფრენით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. კომპანია Georgian Airways კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს ფრენას თბილისსა და რომს შორის. აქამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან მქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია მოვიზით ევროპელი ტურისტები საქართველოში და შევთავაზოთ ქართული სტუმრობა სპეციალურად. Georgian Airways პირველი რეისი სრულდება თბილისსა და რომს შორის. ევროპის მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეისია, უფრო მეტსაც ვიტყვი, 2024 წლის მონაცემებით საქართველოსსა და იტალიას შორის მგზავრთან აკადმა 153,000 მიაღწია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ მიმართულებით დიდია მოთხოვნა. ჩვენთვის ყველა ახალი ევროპული მიმართულება მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ასეთ მიმართულებას ქართული ავიაკომპანია იწყებს.